სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია 9 ივლისს ცარიელ დარბაზში მიიღეს. ცარიელ დარბაზს ასევე ხაზი გაუსვა ქართული ოცნების წევრმა დავით მართიკაშვილმა. ცარიელ დარბაზში უყვებიან საკუთარ თავსო, აღნიშნა მან. რეალურად ევროპარლამენტში გამართულ კენჭისყრას 720 ევროპარლამენტარიდან 686 ესწრებოდა და დარბაზი ფაქტობრივად სავსე იყო, რაც კენჭისყრის ჩანაწერებშიც დასტურდება. ევროპარლამენტმა რეზოლუცია, რომელიც საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებს ეყრდნობა, 9 ივლისს მიიღო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 490 ევროპარლამენტარმა, 157-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს განიხილონ შემზღუდავი ზომები, როგორიცაა მაგალითად SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, რათა ქართული ოცნების რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლების წყაროების შეწყვეტა მოხდეს. ამასთან ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს ორმხრივად და კოორდინირებულად დააწესონ პერსონალური სანქციები ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერების და თანამდებობის პირების და რეჟიმის ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ. საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრა 9 ივლისს 12 საათსა და 53 წუთზე დაიწყო და 12 საათსა და 57 წუთზე დასრულდა. შეგიძლიათ აი ამ კადრებით დარწმუნდეთ, ცარიელი არის თუ არა დარბაზი. უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ GeoFacts-ის სტატიაში, მანამდე გამოიწერეთ ეს არხი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს.